Hola, buenos días. გამარჯობა, დიდი ხანი არ შევხვედრივართ ერთმანეთს და დღეს მე მინდა თქვენთან ერთად გავიარო ერთი საინტერესო ზმნა, რომელიც არის ზმნა პიარ. ეს არის ზმნა, რომელიც გამოიყენება ძალიან ბევრ შემთხვევაში, მას აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელობა, გამოიყენება სალაპარაკო ენაში ძალიან ინტენსიურად, ძალიან ხშირად და მინდა რომ რამდენიმე ასეთი ვერსია ამ ზმნის გამოყენების დღეს გასწავლოთ. მართალი გითხრათ, გამიჭირდება გითხრათ, რა არის თავდაპირველი ძირითადი მნიშვნელობა ამ ზმნის. ამიტომ ასე ვთქვათ, ავირჩიე ერთ-ერთი უბრალოდ ისე და გეტყვით, რომ პირველი მნიშვნელობა, რომელიც მე ავირჩიე ამ ზმნისა, ეს არის ავტობუსის ან ტაქსის გაჩერება. დაჭერა, ტაქსი დავიჭიროთ. ქართველებიც ვამბობთ ხოლმე ასე. პიარ ნიშნავს დაჭერას, ანუ მისი სინონიმი არის ატრაპარ. ხო? და დაჭერა ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს პირდაპირ მნიშვნელობით დაჭერა და შეიძლება იყოს ტაქსის დაჭერა, ან ავტობუსის. Pillar el autobús o el taxi. ხო? და მეორე კიდე შეიძლება დაიჭირო გაციება. ქართულში ესე არ ვამბობთ, მაგრამ ესპანურში შეიძლება pillar un resfriado. როგორც ინგლისურში catch a cold. ხო არის ასე? ესპანურშიც ასე არის. Pillar un resfriado. Hace mucho frío, Alberto. Vale, ahora pillamos un taxi y vamos a casa. Apúrate, no vaya a ser que los niños pillen un resfriado. Ichkare ise ar moxtes rom bavshebma gatsieba daiჭiron, ano bavshები gacivden. Pillar un resfriado, pillar el autobús o el taxi. და კიდე შეიძლება დაჭერას ნიშნავდეს პირდაპირ მნიშვნელობით, არის ეს საინტერესო ანდაზა ესპანურ ენაში, se pilla antes a un mentiroso que a un cojo. უფრო მალე მატყუარას დაიჭერ ვიდრე კოჭლსაო. ასეთი გამოთქმა არის ესპანურში ცნობილი. მეორე მნიშვნელობა pillar სინონიმო comprender გაგება, ჩაწვდომა. Perdona, no he pillado el chiste. მაპატიე, ვერ გავიგე ხუმრობა, ვერ ჩავწვდი ხუმრობას. Pillar. მესამე sorprender გაკვირვება. ამ შემთხვევაში გაკვირვება ნიშნავს უბრალოდ ვინმეს, რომ მოულოდნელად თავზე დაადგები, მოულოდნელად რომ ამაზე წაასწრებ და ასე შემდეგ. ამასთანავ რადიოს უსმენდი. ესპანურ რადიოს ერთ-ერთი კოპე არის ეს რადიო, გეცოდინებათ, ვინც ესპანეთში ხართ. სპორტული გადაცემა იყო და დაურეკეს მოულოდნელად რეალ მადრიდის მეკარეს კეილორ ნავას, რომელიც ამ დროს კოსტა-რიკაში იყო, თავის სამშობლოში. და ესე კითხეს, ¿Dónde estás ahora? ¿Dónde te pillamos? სად ხარ ახლა? სად დაგადექით თავზე? სად წაგასწარით? ხო? ასეთი შეიძლება ადამიანს წაასწრო რაღაც ისეთ რაღაცის გაკეთებაზე, რაც თქვათ უხერხულია ან არ შეიძლება ან ასე შემდეგ. და შეიძლება ადამიანს უბრალოდ წაასწრო სადღაც, ისეც არაფერს არ აკეთებს, უბრალოდ შემთხვევით სადღაც შეხვდე. ან შემთხვევით სადღაც დაადგე თავზე. ესეც არის pillar. ხო? Sorprender, moulodnelad თავზე დადგომა. Pillar también puede significar alcanzar, დაწევა. როდესაც ვინმეს დაეწევი. მაგალითად გამოდიხარ სახლიდან, მიდიხარ სადღაც მეგობართან ერთად და გაგახსენდა რომ სახლში დაგჭა რაღაცა. ეუბნები რომ მე ხლა აუბრუნდები. სახლში წამოვიღებ იმას, შენიარე და მე დაგეწევი, ხო? ამ შემთხვევაშიც გამოიყენება pillar. Se me ha olvidado algo. Tengo que volver a casa. Tú sigue caminando y te pillo dentro de unos segundos. შენი არის და დაგეწევი რამდენიმე წამში. ეს არის მესამე, მეოთხე უბრალოდ. Pillarse უკუქცევით ფორმაში ნიშნავს შეყვარებას ასევე. La chica era muy guapa y mi amigo se pilló totalmente por ella. გოგონა იყო ძალიან ლამაზი და ჩემ მეგობარს თლიანად ყურებამდე შეუყვარდა ის. Pillar también puede significar aprisionar con daño. Moqola, ანუ თითს რომ მოიყოლებ მაგალითად კარებში. ამასაც ქვია pillar. Ten cuidado al cerrar la ventana que te puedes pillar los dedos. ფანჯრის დახურვისას ფრთხილად იყავი, თითები შეიძლება მოყვეს. Pillar los dedos. აი ესეთი არის. კიდე ბევრი რაღაცა არის, მაგრამ ძირითადებია ეს არის, რომლებიც უნდა იცოდეთ და შეეცადეთ რომ აი ამ სხვადასხვა ვერსიების გათვალისწინებით თქვენ თვითონაც რაღაცა წინადადებები მოიგონოთ.
და ბოლოს მინდა გაგაცნოთ რამდენიმე საინტერესო გამონათქვამი ხატოვანი ამ ზმნის გამოყენება. PR por sorpresa. ანუ მოულოდნელად რაღაცა რომ მოხდება. ხო? მაგალითად, estábamos paseando por la calle y la lluvia nos pilló por sorpresa. ვსეირნობდით ქუჩაში და წვიმამ მოულოდნელად დაგვატყდა თავს. ხო? ანუ გაგვაკვირვა უცბად წვიმამ. PR por sorpresa. PR el toro a alguien. ეს არის ვინმეს რო ხარი დაეწევა. ეს ამაზე უფრო მაგარი ნამდვილი ესპანური გამოთქმა არ მახსენდება მართალი გითხრათ. ბევრი გამოთქმა აქვს ხართან დაკავშირებით ესპანელებს. ეს არის, როდესაც რაღაცას ვერ ასწრებ, იტყვიან ხოლმე რომ ხარი მეწევაო. და ეს ალბათ მოდის იქიდან, ხო იცით, ვიწრო ქუჩებში რომ დარბიან და ხარები რომ დასდევენ. რომ უნდა გაასწრო, ვერ უნდა დაგეწიოს. ალბათ აქედან მოდის, ხო? Tengo que hacer este informe para mañana y me pilla el toro. ხვალისთვის უნდა გავაკეთო ეს მოხსენება და ხარი მეწევა, ანუ ვეღარ ვასწრებ, უკვე დრო აღარ მყოფნის. Si no estudias bien, en junio te pillará el toro. თუ კარგად არ ისწავლი, ივნისში ხარი დაგეწევა, ანუ დრო აღარ გეყოფა მერე. ეხლავე უნდა ვისწავლო, ხო? Que no te pille el toro. ხარი არ დაგეწიოს. ესეც გამოთქმა არის ესეთი, ანუ იჩქარეს. ამ ბავშვი გამოიყენებენ ხოლმე. Apúrate que no te pille el toro. იჩქარე, ხარი არ დაგეწიოს. Pillar cacho. ეს არის ძალიან ესეთი ვულგარულს არ დავარქმევდი. სალაპარაკო ენაში გამოითქვება, ეს არის როგორც წესი წარმატების მიღწევა, როგორც წესი სექსუალური მიმართულებით. თუ შეიძლება ასე ითქვას. Fueron a la discoteca a ver si pillaban cacho. წავიდნენ დისკოტეკაზე, იქნებ რამესთვის ხელი გამოეკრათო და დაახლოებითი თარგმანი ქართულში ასე შეიძლება იყოს PR cacho. აუცილებლად დაკავშირებულია სექსუალური ასე ვთქვათ კონოტაცია აქვს, ასე რომ ფრთხილად იყავით ამ გამოთქმის გამოყენებისას. Pillar un rebote. ეს არის ძალიან გაბრაზება. Cuando se enteró que su hijo había roto el teléfono, pilló un rebote tremendo. როდესაც გაიგო რომ მის ბავშვმა გააფუჭა ტელეფონი, საშინლად გაბრაზდა. Pilló un rebote tremendo. ხო, და ბოლოს se pilla antes a un mentiroso que a un cojo. უფრო ადრე მატყუარას დაიჭერ, ვიდრე კოჭლსაო. ნათქვამია ესპანურად. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.